მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა ექსპო ჯორჯიაში 150-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ და ტურისტულმა სააგენტომ საკუთარი სტენდები წარადგინა. გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება, მის ფარგლებში პირველად ტურისტული ფასდაკლების ფესტივალიც გაიმართება, სადაც გამთვალიერებელს ტურისტული პაკეტების თაობაზე ინფორმაციის მიღება და მათი შეძენაც შეუძლიათ. გამოფენას თბილისის მერი, გარემოს დაცვის მინისტრი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული პარკი განახლებული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურით ხდება წლევანდელ სეზონს. ესეთი სიახლე ეს არის ოკაცის კანიონი, რომელიც პირველად მიიღებს ვიზიტორებს. ჩვენ ხარს დაუჭერთ დედაქალაქში ტურიზმის განვითარებას, როგორც ტურისტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების თვალსაზრისით, რაც საინტერესო იქნება ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დამატებით ორგანიზება გაუწია გაცნობით ტურს, მას მისძლოთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს, მათ საშუალება აქვს შეხვდნენ ქართველ წარმომადგენლებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები ქართულ კერძო სექტორთან.